აკადემია. ყუილების აკადემია. სკოლას აკადემია ჯობია. აი, ვინ მიდეკავს ეს ვინ არის? ალო? დიახ. პირველი ქართული ტყუილების აკადემიკოსი, პროფესორი, ვახტანგ გორგასლის ყველა ორდენის მფლობელი ვასილ ჯორბენაძე გისმენთ. დიახ. ზაზა, შენ ახარ ბიჭო? ხო. ბიჭო, პრობლემა არ არის, კაცო. მაგიფსო კარდონს გავაკეთებ, უცებ, მე და ჩემი ნაპარნიკი ვიქნებ. სულ რამდენი კვადრატია? 400 კვადრატი? 400 კვადრატს დაახლოებით მოუნდებით 16-17 წუთი. კი ბატონო, კაი შეგენაცვალე. კაი. ეხა ეს აკადემიაში ვარ და კაი გენაცვალე. კაი, გაგითიშე უკვე, გაგითიშე. აღარ შემიძლია მოგწეთ, რა გავაკეთო. დედა. შემოდი. გამარჯობა, გამარჯობა. ოდიში და მოგვიანებით. ოდიშით. უკაცრავად. სად ახარ, ბიჭო, თქვენ გამაგიჟებთ მე. შენ სად დამოდიალოთ? მე უნდა გელოდებოდეთ თქვენ თუ რა? მას მელოდებოდით, მას. მე წუხელ, აქ დავრჩი, აკადემიაში მეძინა, რაც მომეც გუში დავალე, მაგრამ აქ მეცადინეობდი, აქ ვიყავ, წუხელ. არ წავსულვა სახლში. ოჩახ. აი, მომეწონა, ხედავ? გუშინ დავრჩი, ხედა, ამას მოფიქრება არ უნდა? როგორი ტყუილი თქვა ბავშვმა, რომ დავრჩი, ღამე აქ გავათანე, ყოჩახ შენ. აი მომწონს. მე ვასომას რო გავავდიოდი დილით. ხო, კარებზე მიკაკუნებს გარდაცვლილი ბაბუაჩები. უხერხული იყო უბრალოდ ადამიანთან რო არ მენახა და რაღაცა პატარა სუფრა გავშალეთ და 1-2 წუთი შემავლიანდა მაგას. ყოჩახ, აი, ყუსკივაძე. ძალიან დიდი მადლობა. ყოჩახ, შენ მე 500-ს არ მოგაშორე, უფრო და 10-იანები, 1000-ს არ მოგაშორებთ. აქეთ რა ხდება? მე ვასომას ხო, ვასომას. მე მეტროში ვიყავი რა და შუა ვაგონში საბურავი დაიშვა მეტროს და გადმოვედით ხალხი და ზოგმა აუწიეთ, ზოგ საბურავს ფერავდი და ეს ტაუტიანი მაქხელებია და მაგიტო შემოგვიანდა. ბაგარი, ყოჩახ, ყოჩახ. დიახ. ყოჩახ, 1000-ს იმსახურებს შენი ტყუილი, ყოჩახ. ისე რეალურად ფილმს უყურებდი დილით და სიალალე არ გვიდა ამ სკოლაში, ალალი ხალხავდება. ხო, კი ბატონო. ქალბატონო. თქვენ რატო დააგვიანეთ? ახ, ნუ მკითხავთ მასწავლებელო. კარგია, კარგად დაიწყე. დედა, მოკლედ გამთენიას ასე 3-4-ისთვის დედამიწას ასტეროიდი არ დაეცა? დაეცა ეს ასტეროიდი, მთელი ღამე წავიდა გამოვივარდით უთფას ახლიდან მე და ჩემი ოჯახი გაგიჟებულები ვიყავით. სანამ გადავბარგდით მე მთვარეზე. ახ, მთელი ღამე გავათენეთ ბავშვებო. მე სანამ იმ ხომალდით წამოვედი უკან აქეთ, ხო? მოვედი აქ, ჩამოვედი, მე დიღომში ვიდექი 3 საათი ვიდექი დიღმის საცხობში. მოვედი ახლა და აი მთელი ღამე ზუძილო. შენ გენაცვალე, შინო დაღლილი იქნები დაბძანდი 10-იანი შენ. ყოჩახ ციაკობებია, აი ადამიანი. ყოჩახ, შემოდი. პაკეტებია, მაგრამ გაუღები. ერი აქვს. სათხარ შენ გოცირიდე, სად რატო დააგვიანე? ამეძინა, მაგრამ ტყუილი მითხარი, რაღაცა ჩამეძინა, რაღაცა მოიგონე ბიჭო. მამა შენი ტყუილა იხდის ფულს ბიჭო, შეხედე, რა ვერსიები ქონა ხალხს. მართლა ჩამეძინა და რა? დაჯექი ბიჭო, დაჯექი, საწოდაო შენ. აბა, დავიწყოთ, მაგრამ რაღაცა გვაკლია, გონ თუ რა ხდება, რა არის? არ ვიცი. რა? გვაკლია ვინმე? რამდენი ვარ? 1, 2, 3, 4, 5, ვიღაცა გვაკლია. მოსწავლე უნდა დაველოდოთ. ჯერ მოსწავლეს დაველოდოთ, შემოვადა მე დავიწყოთ. 58 წლის კაცია, 58 წლის კაცი. ჩემი სკოლაა დამთავრებული. წარჩინები სხვათა შორის. აბა? ერთი სიმართლე არ გქონს თავის ცხოვრებაში. ერთი. აბარა. მაგარი არის. აბარა. ამო დღეს გვესწრება. დღეს? ეხლა დაურეკო სად არის მისადე? კითხავ ეხლა სად არის? ალო, სად ახარ ბიჭო? ჩამოსახვეთან ვარ თითქმის. ჩამოსახვევთან ხوار მატყუე ბიჭო. არა, რას ამბობ ბატონოვას? ანუ გელოდებით, მიდი მაშინ. თუ გინდა დაიწყეთ და მოვალ მეც ასე 2 წუთში 3 წუთში. კარგი, მაშინ დავიწყე. ბურკი და არაჟანი წამოიღე.
შეხედე რა. აი შეხედე რა. ჩამოსახვევთან ვარო. ხედე, ტყუილების დიდო სტატია. დიდო სტატია ტყუილების. მას? ორ სამსახურში მუშაობს. არც ეჩი არ დადის. ორ სამსახურში მუშაობს. არა? მოვა თუ არა? დაიღალა. ხტები? დაიღალა. პროფესორი. აბა წავიდა ტყუილების გაკვეთილები რა ქონდა? თაბაგარი. აუ მას სხვა რო გამოკითხოთ რა მე გასული ვარ და 2 წუთში მოვალ რა. გასული ხარ ბიჭო აქ გიყურებ და არა მას საპირფარეშოში ვარ მეორე სართულზე რა საფრიფარეშოში ხარ ბიჭო პირდაპირ თვალებში მიყურებ და მეორე სართულზე ვარ მას და ჩამოვალ 2 წუთი მინდა სულ რანაირად ხარ მეორე სართულზე გიყურებ ბიჭო მეორე სართულზე ვარ მასო მას რაჭი ზემოთ ვარ და 2 წუთში მოვალ ხედავ ბიჭო ხედავ როგორ აფერისტი იზრდება თვალებში მიყურებს და თან მატყუებს ყოჩახ თაბაგარი აი კოსირიძე ბოთე შეხედე თვალებში უნდა უყურებ და გას ატყუებდე თან ამაშია საქმე ფიფია ბატონი? აბა მოხდიძეზე ჰე დაუშვ საშიაო დავლე მომიდები რა ვიცი აბა თქვენი აზრით ხო აბა მაგალითად შეგხვდათ ქუჩაში მეგრელი ადამიანი ვისი ვალიც გაქვთ ვალიც აქვს მე აი რა შვებით აი როგორ მოატყუებთ აი რა სიზავთ რომ აი ისე მე აბა მიდი ბოდიში რა ვერ მოვახერხე მოტანა და მოგიტან მე ოხ კი ზუსტად მეგრელზეა შვილო საუბარი ამასობაში სანამ შენ თავს იმართლებ ის გაბრაზდა უკვე ხელში წაგიჭირა ხელი და ლამის დაგახცო და მოკლა შვილო არა ეგრე არა პირიქით აი ესე უნდა წახვიდე თვალში უნდა გაუყარო ეგრევე და შენ უნდა დაასრო მუჭონეკ ჯიმა ვსიო რა ვსიო ბიჭო ეს არის მთელი ფილოსოფია ანუ ნახე მუჭორეკ ჯიმას რო ეუნები ამ დროს ეუნები ვაფშე ყველაფერს რა რომ ჩვენ მე და შენ განაყოფები ვართ ერთნი ვართ გესმის ჩვენ ვართ ძმაკაცები ძმები ვართ ჩვენ და ფული რამოსატანია ახლა ჩვენ შორის ფულზე საუბარი ახლა არ მაქვს ამ ეტაპზე და მე როცა მეკნება მე მოგცემ აი ეს არის მუჭორეკ ჯიმა იმასაც მე ესე რომ გიყურებს მოერიდება თავს დახდის და წავა თავის გზაზე ყოჩახ სიაკოფიფია ხედავ 10-იანი არა მე გერაცვალე რომ მიყურებ მე სისხლში მაქვს აფერისტობა რო იცოდეთ სისხლში მე თავიდან უყურე ტყუილები აკადემია სმოგატყუე ტყუილები აკადემია ვერა საერთოდ ვერ დავინახე აქ უყურე 1-2-3 ვითომ არ ვიცი 4-5-6 მაგრამ არ დავწერე ამაშიც მოგატყუეთ იქ 4-5-6 არ წერია არ წერია ხო გონია რომ წერია არ წერია ამაშია საქმე მასო მას მოვედი ბოდიში საპირფარეშოში ვიყავი და ოჩა თაბაგარი გოცირიძე უყურე ისწავლე ბიჭო აფერისტობა ისწავლე ბიჭო რაღაცა რა შემი რა ნახე გააკეთე რა შვები დავახო მომენატრე ძალიან გააკეთე ბიჭო ძალიან მომენატრე ფიფი აუხსენი ამ რაჭვენ დააქვსერდი რაღაცა აუხსენი რა ვინა ის ბლუე არა ვერა ამ თვალებით რანაირი მეგრელია ეს თვალები არ უარგა უკვე მართალი ხარ რა გიდა ორი თვალი ტყუილა თვალები გიხდის ბოდიში და აბა ხუსკივაძე ადექია ხა შენ აბა შეხედეთ თვალებში დააგულით როგორი ბუნჩულა კაცია შეხედე სუბთა პროკურორის თანაშემწე შეხედა ბრანდებელი განათლებული ჩარხი თვალებით იყურებს შეხედე იფიქრებ რომ ეს რამეს მომატყუებსო იფიქრებს ვერასტროს ვერადაირად შეხედე საქართველოში კაცი არ დადის არც ბავშვი არც ქალი ამას როვალი არ კონდეს ხო ყველას ვალი აქვს მაგრამ ისე ელაპარაკება ისე ტყუილებს ეუნება რომ ეწოდება ყველას და არავინ არ თხოვს ფულს ჩემი 50 ლარი როდის მოიტანე სადა ბასომა სადა მაგ 50 ლარი აგერ ახლა გადავრიცხე სენეგალელი მარტო ხელა დედების ფონჩი გებიცებით თეთრი აღარ დამჭავასო აუ ჩემი აჰა ძმაო ხედავ თვალზე წემრი მომატყა ესეც დაამატე რა გადარიცხე რა ხედავ მოტყუდი ამაშია თაბაგარი მოტყუდი მომეციეს ფული მართლა კი არა ბიჭო არ ხარ შენ ამის ღირს
რამე ისეთი ფრაზა თქვი რომ გაგვაჯერო ყველაფერი. რამე მოგვატყუე რაღაც აი თქვა დააგვიანე. მოხვედი სამსახურში და გამოუვალი მდგომარეობა და უნდა იმართლო თავი. რა უნდა თქვა? ნებისმიერი ფრაზა ვასომას მაგ დროს მთავარია ბოლოს დავუბატოთ ბავშვებს გეფიცები. და აი ბავშვებს გეფიცები წვეთის დალევა არ შემიძლია რა. აი შვილებს ფიცა ვარ მეც მაგარი გაჭედილში ვარ. აი? და всё, გვარდება მაგით. თვისა მას მე რო ბავშვები არ მყავს. ოცირიძე დაჯექი მაგ საწოდავ თვალებს ვერ უყურებ დაჯექი დაეგდე. არ მყავს მართლა ბავშვები. გავიგე ბიჭო რო არ გავს დაჯექი არ ვარ გიხარ არა შვილო ტყილას სწავლობ შენ არ ვარ გიხარ. ცოლიც რო არ მყავს. არც მე არ ყავს მაგრამ რა ვქნა? არც მე არ ყავს არც ცოლი ვარ არც მე რა. ბლუ სუფთა რაჭველი დათვი ბლუ. ამის მოტყობას რა უნდა ბიჭო? ამის სულ აკადემიაში არ სწავლობ. გორციძე თავზე ციყვი ყავს. სად მა? შეგე თავზე ციყვი. შეგე. ჩაჭრილი წორზე იწოვი ბიჭო. შეხედე რა ლალა ბოთე არის. დაჯექი ბიჭო დაჯექი. ჭიკარტებია ბიჭო ჭიკარტები. აი შეხედე. ყველაფერი ჯერა საწოდავს ყველაფერი ჯერა მოკლედ. გადამრევ შენ ოცირიძე გადამრევ მოკლედ რა არ ვიცი მოკლედ რა ასეთი და მიწის რა თუ? მიწის რა? ვაიმე, სად არის? მე რა მიწის რა? ოცირიძე დაჯექი ბეჭები. შენ ნიკორწმინდელო ალალბოთე დაჯექი მან. დაჯექი. ერთი წუთი. მესიჯი მომივიდა. უპრეცედენტო ფასდაკლება გასქურებზე და ყველა ტექნიკაზე. იჩქარეთ. შეზღუდულია რაოდენობა. ხედავ? ჩემი მოსწავლე იყო ესეც. ესე ჩემი მოსწავლე იყო. უყურე? ფასდაკლება -40%. შეხედე? როგორ ისწავლა, ხედავ? მოგდით ხო თქვენ მესიჯები? მიხვალ? აი 40% ფასდაკლება. ამაშია საქმე. ისწავლე, ჩვილო, ისწავლე და დასაქმდებით. დასაქმდებით. ამაშია საქმე. ვასობას. ხო. ჩვენს გვერდით კლასში სწავლობს ჩემი ბიძაშვილი და იმან მომწერა რომ პირველ სართულზე ხანძარიაო და ევაკუაცია დაიწყეს და თქვენ რა შვებითო? გოცირიძე. დედო? ხოჩა, ბიჭო. შენ ძლებია თუ არა გოცირიძე? ხოჩა, გოცი არ ჯობია? ხო, მაგრამ მართლა ხანძარია მას, აი სულიც ფსებს. ხოჩა, გოცირიძე, ხოჩა, ხე ვერ დაგვაჯერა უკვე? ხოჩა, სუნი აქცენტ ხა თქვენ. მართლა სუნია მას. რა სუნია, რა? მართლა რაღაც ხანძრი სუნია. ვასომას პირველ სართულზე ხანძარიაო, მას ევაკუაცია დაიწყესო უკვე. ოიცა ბიჭო, რა მაშინ თავს უშველეთ ვიდი მეტავრეკა. გოცირიძე, მაინც ამავე ხა, რა გავაკეთე მითხრა. აი, ხანძარია იკეთე. გადი. ალო. კოსტა. აღარ მოხვიდე ბიჭო, აღარ მოხვიდი არა. უკვე ეზოში შემოვდივარ. აღარ მოხვიდე კაცო, ადი უკან რა რაღაც ხანძარი არისო, რაღაცა და ევაკუაცია გამოცხადა მთელი სამსახურის აკადემიის. აღარ მოხვიდი არა. კოსტა, ყავა გამიკეთე რა. ეხლავე ძვირფასო. შეხედე, კიდე მატყუებს, ისევ დონარასთან არის, ეს დამპალი. ისევ დონარასთან. არა, იცის და რა გინდა როქნა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. დამლაგებლების ჩხუბი ობიექტის გამო. ქალო ისე, მართლა რამდენი ფული ქონია ამ ბაითის ბეპატრონეს? ნაგავიც კი მდიდრული ქონდა, გარეთ რო გავედი, სულ ბაგეტის ნამცეცები ყრია ქალო. თამილ შენ სეიფები არ გინახავს თორე მაგას არ იტყოდი, მაგრამ შენ ბაგეტების ნამცეცების და პრიუსების მეტი არაფერი გაინტერესებს რა. რა გინდა ეხლა? რა მინდა კი არა. აუ, კაროჩე, ნერვები მაქვს მაგარი მოშლილი რა. იმენა ყველა ფული იშოვა ჩვენს გარდა რა. აუ, როგორ მინდა რომ კიბერსფერო ავითვისო მაგრად თან. აი ამ დამპალ ცელულიტების გროას ეგრევე სარეცხის მანქანად დავაპროგრამებდი. კარს პირის ადგილას გავუკეთებდი და ეს ჩვენი დამპალი გამოყენებული ტილოები მინდა რომ აი ესე რიგრიგობით შევყარო ამ ნელით გარდაქმნილ სარეცხის მანქანაში. მერე 1400 ბრუნზე დავაყენო. იტრიანოს კარგად. და რავი რა. შრალი რეცხვის რეჟიმზე იყო ჩართული.
ზინა დღეს რა ხჭირს ვაფშე ხოძე არა ხარ უფრო კაი ფანტაზიის უნარი ქონა რა დაგემართა დაჯექი მოდი რაღაც არ მომწუხარ ამა დაჯექი ხო მართალი ხარ რაღაცა ვერავარ ხოძე რა გუნებაზე ვერავარ რა თვითონ რა რატო იქნება ხოძე და გუნებაზე ნელი არ შემოსულა და ზინა იდინა არ უთქვამს და მომეცი რა მაგარი ხარ თავისი ოე ფორდ ჰიბრიდ შენ ვინმეში ხوار გენშლები გოგო შენ ხო არ გინდა იქ დამპალი კაბილები ამოგაცალო და მეოთხე თაობის პრიუსის წამპალი ელემენტები დაგიყენო რა უნდა ქალ ლითიუმები დამასრულებინე ლითიუმები რა უნდა ეგეთიც არაფერი მithams ოე უჭყებო რა შვებით ეხლა საჭმელო თუ ალაგებს ვერ გავიგე რა ხმაური აი მე ჩემოფერია ძალიან მომენატრე აჩა მეხუტები მე წადი ქალო იქით რა უნდა ჩაგეხუტო ქიმიური ნივთიერებებით გაქვს ამოვსებული ეგ ორგანიზმი წადი იქით არ მომეკარო გამოდი აქე დაალაგე დროზე ხალბატონონელი ისე ესეთი შიკარნი ბაითი საიდან დაითრიეთ ჰა ვაი მადონა ხო მომისმინე ეხლა შენ მე ყოველთვის გისმენთ სული გავყიდე იმისთვის რომ ეს ბაითი დამეთრია გაიგე 59 წლიანი ტენდერი მოვიგე და მეტი არ მინდა ეხლა რომ აქ რაღაცა არეულობა დამახვედროთ ო ჩვენ მაგწლებამდე ვერც მოხვათ ვერც იცოცხლებთ მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ვიცოცხლებ იმიტომ რომ კაი გენეტიკა მაქვს და ვარდივით გაფურჩკნული ქალი ვარ დაალაგეთ მიდით რას მიყურებ შენთვის ვლაპარაკობ მე აი ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ხალხო შემოვალიცოდე დაწყრიანებული იყოს გაიცი მიდი ფერია მიდი კაცილებ ვიცი ისედაც რომ ფერია ვარ ჩემი თავმოყარეობის ამბავი ხო არ დაგვიწყებია როგორ ფეზის ხება ეს დამპალი სულის მყრახაც აყროლებული არსება როგორ მინდა ერთხელაც ჩაძინებულზე გამდიდრებული ურანი თავქვეშ ამოუდო და გაღვიძებისას ნახევარი თავი დამდნარი კონდეს როგორ მინდა მერე მიქსერით ეს დამდნარი თავი ლამაზად დავთქვიფო საწრუპი ჩავადო ესე ლამაზად და ესე ნელა შეიკივით მივირთვა ვაუ, ქალო. აი ესეთი ზინა მიყვარს რა. ზინა is back. აბა რა. თუ will back თუ როგორც არის, აი ის უნდა დაუდო ურანი, ქალო, ხა? აგაოხრებ ურანი, იცოდე, მესმოდა ყველაფერი. რა დღეში ხარ შენ? ჩემზე იძახდი მაგას? არა, ნელიკო გამაფრინე. აბა ვინზე იძახდა? იმაზე, ქალო, რა გქცევი? ვინზე? მიდით ეხლა დაალაგეთ, ნუ მიდეთ ხოლმე რა. მოდი შემოდი ეხლა და დაიწყე დაალაგება, იცოდე საღამოს შემოვალ და შევამოწმებ როგორ იმუშავა. ახლა ვეთქვა ბატონო თამრო. ერთი წუთით რა ხდება აქ ვერ გავიგე. ჩემ სამფლობელოში შენ რა გინდა ერთი? თქვენ ვინა ხართ? რას ქვია ვინა ვართ? ვინა ხარ ქალო? შენ თვითონ ვინა ხარ, ხო? ვინა ვარ და თამრო ვარ თუთაბერიძე, მფლობელი კლეარ თაუნისა და მე პატრონე ორი მონისა. ეს ვარიკოზული ვენებით გამოტეხნილი ფეხები არავის არ მოჭამო თამრო თუთაბერიძე. ხო მაგრად უთხარი ქალებო. მისთან ახარ შინო. გამოდი ერთი ათეთ. შენი არავის ეშინია, რაღაცა გაბღენძილო ქალო შენ. ერთი წუთით მომისმინეთ რა. თქვენ ეთყობა ჯერ კიდე ვერ ხვდებით ვისთან გაქვთ საქმე. მე ვარ თამრო თუთაბერიძე, მეცახელად მკერდოვიჩი. და ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, ვინც მე საქმე ამახია. ან თუ უცდია საქმის ახევა, აქეთ ამიხევია სახე და დომესტოსის დახმარებით მყარი სახიდან სითხეთ გადაქცეულა. ეხლა აქედან ნახვიეთ სანამ დრონებით დაგბომბეთ, გაიგეთ? ერთი წუთი ჩააქრე ქალო ეგ ემოცია. და გაიმეორე რა ვინუარო. მიდი. თამრო თუთაბერიძე, მეცახელად მკერდოვიჩი. ეს ზედმეტსახელი რას ნიშნავს? ანუ მკერდოვიჩით რას გვეუბნები რაო. მამა ჩემს ჰქონდა დიდი მკერდი და აი ესე შემარქვეს კლიჩკა. რამე პრობლემაა? კერდოვიჩი. აი ხლა მომისმინე. მე ვარ ნელი ჩივჩიური და ამ ბაიტს ვალაგებ მე.
და მარტო ამას კი არა, ვისაც ჩვენი დანგრეული არ მოწოს და იმის დალაგებული რო ამბობენ. აი, ხო გაგიგია? კი. აი, მაგასაც ვალაგებ. აი, იცი რა, ჩვენ Cleartown-ს არ გვაინტერესებს ანდაზები. დაალაგე გოგო, შენ დაიწყე. თამრო. ხო. დაგწვა ვიცოდე. დაშიზა? დაგწვავ. სარაცხივით დაგრეხავ, ხალო. მიდინელი. დომესტოს ჩაგისხავ მუცელში და ავაკაფე. სამაგარი ხარ. სველი სარაცხივით გაგწურავ, ხალო. პერსას რუთ შეგიწოვებ ტვერთან ერთად. გლადებს ამოგიპილასოსებ, ხალო. აუ შენ გაჩერდი რა. ქალებო, აქ სისხლი დაიღვრება. აუ ეხლა გარბატონო ეგ არ მომაწმენდინოთ. მიდი კაცო. აი ხა ჩაალაგეთ ბარგი და მართლა ახვიეთ აქედან რა. არა, ერთი რაღაცა უნდა მოვილაპარაკოთ. ალაგე. მადონა, სად მიდიხარ, ქალო? რავი ახვიეთო და ავახვიეთ ჩანთაში ყველაფერი ძვირფასი რაც იყო მოსაპარი ჩავდე და რავი ახვიეთო და ავახვიეთ. კარგი ქალო. მოიცა ქალო, ამოალაგე ეხლა დროზე ეხლა სად მიდიხარ ვერ გავიგე? არა სწორ შვება რა დაუჯერეთ. ჩაალაგეთ აბარგდით და გაბარგდით აქედან ეხლა აი ნიკო რა შეგვჩება ეხლა. ერთი წუთით. სტოპ, ორ წუთიანი თათმირი ჭირდება ჩემ გულს. ერთ წუთში შეგეხმიანები. მიდი ჩავფოთო. ქალებო, ნერვიულობ მიცახცახებს ყველაფერი რა გავაკეთოთ? ნელი, ჩვენ აქ ავართ, ნუ ნერვიულობ ნურაფეზე. მოკლედ გეგმა B არსებობს. რომელი? დავიჭერთ აი ამ დამპალ ხალს, გავკოჭავთ, გამოვხადროთ ყველაფერი და გამოფიტოთ ყველაფერი, გამოვაცალოთ წელები. კაიო. მე კიდე რამე დავამატოთ? კი. ეხლა რა შეიძლება კიდე? ისა ქალო. ქალო. ესე რომ გავაკეთოთ წელების მაგროთ ხსნარები რომ ჩავასხათ და რომ გავკეროთ? უიმე. ძალიან მაგარი ხარ შენც. უცად ქალებო, ესე უცებ რანერად მოხაზეთ ეს გეგმა? ანუ არა, ესე უცებ არა, რამდენიმე თვეა ჩვენ ამ გეგმაზე ვმუშაობთ. უბრალოდ სხვა დამპალ ცელულიტების გროვა ნაბ***ს ეკუთვნოდა ეს. ო, ნაბ***ს ეკუთვნით, ეკუთვნის, მაგრამ ეს ცუდ არ არის, რავი აბა. ნელი, საქმეს ვიხედე და. მადონა, რა საფიქრობ, ქალო, რაზე ჩაფიქრებულ ხარ? ვითული ნელიკო. რა სითვლი? ორი თირკმელი, ერთი გული, ფილტვები, ანუ რაღაცა იყოს ნაღველიც გამოდგება, იქ ღვიძლი, მოკლედ $650,000 ორივე. $650,000. უბრალოდ ნაწილებად უნდა დავშალო. აუ ერთი წუთი შენ მოდი რა. მე? მოდი. მიდი, რისი თავი აქვს? დაცვა გააძლიერეთ მხარებს. რა ხდება? შენ ვინა ხარ? ო, შენ ვინა ხარ? მე ვინა ვარ? ო. დომესტოსების დედოფალი. უნიტაზების ხეხვაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ქალი სახეხი და ქალი პოლის ჯოხი მადონა ჩიმაკაძე. აი ეგრე. ისრა ეგონა. ესე შენ კაი დაქეკილი ვინმე ჩახარ და გადმოდი ჩემ ბრიგადაში. გადმოსვლა თუა, მე შემიძლია გადმოვიდე, ხოლ პრიუს თუ მომცემთ. შენაირები მყავს არ მინდა. ჰა. სამმაქს დაგიხარ, გაგიგე. სამმაქს გადაგიხდი რამდენსაც გიხდის და გადმოდი ჩემთან. ჰა. სამმაქს გადამიხდი? ო. კაო, შენ გონია მე მოჭრილ ხელფასზე ვმუშაობ ნელიკოსთან, ჰა? მე თითობინიდან ინდეზე ვიღებ არც დაგესიზმრება. აქ ყველა კარა და სურპრიზებით არის. კაი, აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი. მანაც ოქროსფერი სურპრიზები და გადი. ქაღალდები. გაი, ეგ ალბათ. მოკლედ, ადექით და წადით ახლა მიხვდით რა, ეს არის ჩვენი ობიექტი და ჩვენ ვალაგებთ. გაიგეთ თუ ვერ გაიგეთ. რაღაცა არ გესმით, მე მგონი თქვენ ნორმალური გახართ. მიაყენე, ნეტა ერთი რას სალაგებს, საკუთარი ცხოვრება ვერ დაგილაგებია, შეუმაქნისო შენა. რა საკუთარი ცხოვრება ვერ დაგილაგებია? რა ხუთჯერ გათხოვდი და ხუთივეჯერ ქმარი გაგექცა ერთი, შენ მე მასწავლი? იცნობ ნელიკო? როგორ არ ვიცნობ? იმიტომ გამექცა რომ ხასიათით ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, თორე. ხასიათით კი ვერ შეეწყვე, გალო, სახს არ ალაგებდი და ბიძური ქალი ხარ.
ჩემზე ამბობ ხალო მაგა. შენზე ვამბობ. ჩემზე ამბობ შენ ბეწვიანო ხალო შენ. ზამთარ ზაფხულო ერთი და იგივეს ბეწვი რო გაცვია კავკასიური ნაგაზივით. წადი ხალო 10 რა გაიკეთე რავე სოფი არ გადა. შენი ენა მოსწრებული დედავატირე შენ თუ ვერ მოხატო. გაგიგია კაკალო. ერთი წუთი დიფინო წიხლის ქვეშ მართლა. ერთი წუთი ტელეფონი მირეკავს. უკარგად უთხარი, ხო კარგად უთხარი. მაგარი ხარ. ხაგაგი. რა? გაუშვი? სად გაუშვი? შენი ძოლი გუდაურში? ვაიმე. ამ ზაფხულში გუდაურში რატო გაუშვი? რამეს არ მიხდეს ბიჭო? მე უნდა წამიყვანო ზღვაზე. რატო? კუპანიკებში გინდა ვნახო ბიჭო. ჩიშველი. ძიკი პლერზე მიყავარ ბიჭო. კარგი აქ დავალაგებ ახლა ამ ობიექტს და მე ჩვენი ურთიერთობაც დავალაგოთ. კაი, მეც მეყვარხარ. კაი, ჩემ გოგიზია მართლა ლაპარაკი. გოგის ელაპარაკი. რა ხდება, ვერ გავიგე. შენი ფანტაზიური კარგი გოგი, სადა ხარ? მოდი აქ, მომეხმარე. შეახვარო შენო. ცხოველები ხარ თუ ვინა ხარ? ხელი არ მოკიდო. ხელი არ მომადო. მიდი გაახე. ტილოები წამოიღე, ბატონო. წამოიღე, ხალო, წამოიღე. მათხოვარი ეს. აუ ნელიკო, იმენა მაგრა შეუსრულე რა. იმენა ჩემი თავი მეგონე უცბად რა. რაღაცეები უფრო მაგრა ვილაპარაკებდი, მაგრამ აი იყოს მჩიო. ქალებო. აი ახლა სუმაკანკალებს ემოციურად. მართლა დიდი მადლობა რა. თქვენ ვარ ყოფილიყავით არ ვიცი. აი ამ თანადგომას მართლა დაგიფასებთ. ამიტომ მოდი დღეს ტუალეტი არ ჩახეხოთ. მარტო ფარდები და რეცხეთ და ისე წადით სახლებში. რაღაცნაირად. არა მართალი არის მამა ჩემი რა, რასაც მეუბნეო და მთელი ცხოვრება რა. მოსაკლავი აკვანშივე უნდა მოიკლას რა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. პათოლოგი მეზობლის გასახლება. გამოდით ქალებო. გამოდით მეზობლებო, გამოდით გამოდით. რა ხდება? ვაიმე, ამათ ეს რემონტი რა ვერ მურჩნე. რა ვიცი, გაჩხირეს აქ რა, ვეღარ გავსულ ვარ. მოკლედ ქალებო, დღეს შეგკრიბეთ სპეციალურად ჩვენი მეზობელი ვასოროა, ხო იცით? აიმე, ვინ არის ის? აი ვასოს ამბავი უნდა გადავწყვიტოთ ახლა მეზობლებმა. რა ვუყოთ ამ ლოდ კაცს, რომელიც გვაწიოკებს მეზობლებს. მაგ კაცის დალევა და ჩვენი ოჯახების აწიოკება არის ერთი. ამიტომ მოდით ახლა გადავწყვიტოთ. ან ამპულა ჩაიდგას ამ კაცმა, ან გავაგდოთ კორპუსიდან, ან არ ვიცი, რაღაცა მოვიგდოთ. არა, რაღაცა მოსაფიქრებელია მართლა რა. მე ვეტყვი, კაცო, მე ვეტყვი და აღარ დალევს ეგ. ხო იცით ჩემი სიტყვის როგორ ჯერა, კაცო, რა თქვენ კიდე არ დაგილებიათ საერთოდ? აი, ერთი წუთით ნანი. გასაგებია რომ შენი ქმარია და გიყვარს. მაგრამ რა ვიცი, ახლა ცოტა რეალობას უნდა შეხედო რა თვალებში. რა ვის არ დაგვილევია, ყველას დაგვილევია ცოტა და ჩვენი ქმრებით რა ვიცი, სვამენ, მაგრამ რა ვიცი, არც ერთი ქმარი არ მინახავს, და არ გამიგია მეზობლის ფანჯრის წინ შარვალს და ტრუსიქს იხდიდეს და ხტუნაობდეს. აი, ეხა
გაჩერდი რა. ჩემი ქმარია უნამუსოა, მართლები ხართ, მაგრამ მაგას არ იკადრებ. ანუ ვიტყუები მე? არ ვიცი მე რაში გაწყობს, არ ვიცი. ხო, არ მაწყობს, ამიტომ არ ვიტყუები. მოვა ხა შენი ქმარი და დარწმუნებული ვარ, რომ თვრალი იქნება ისევ. კარგით რა. მე ხო პირადად და თვითონ ჩაატარებს მაგ თავის საყვარელ ცერემონიას. არ გინდა გთხოვ რა. ხო და გაჩვენებთ ყველას რა დღეში ვარ. არ მინდა ვეღარ ვიხედები უკვე, კაცო. ისე ისრაფია, მეც ისე დღეში ვარ, რომ რა ვიცი, კი არ მინდა ხოლმე შეგაწუხო და გითხრა, მაგრამ დავიღალ, ესე იგი ბავშვებს ხო ვამზადებ მე და ყავს მოსწავლეები და უნდა ნახოთ, ესე იგი თვრალი როა რა ხმაური ჩამოდის ზემოდან, ნუ აღარ შემიძლია. მოიცადე კაცო, შენს ქვემოთ არ ცხოვრობენ ეგენი? ხო და მაგას ვამო, გერაცვალე, რა შვება ასეც ქვემოთ რომ ხმა ჩამოვდეს ზემოდან. დედა რა უცნაურია მართ. არა მეც ვიტყვი მაშინ ჩვენება გაიხსნა ეს თემა უნდა ვთქვა. ყველამ უნდა ვთქვა. ძალიან დამღალა გოგოებო. გავადილით სახლიდან. ანუ სადღაც გადის, დალევს, მოდის მერე, გვაწიოკებს მთელ სადარბაზოს, მთელ კორპუსს და მერე დილით მადგება მე სახლში. წვნიანი გამიკეთეო. დავიღალე კაც ამდენი წვნიანის კეთებით. შენთან რატომ მოდის გოგო წვნიანზე? მე არ ვუკეთებ წვნიანებს. მღალატობს შენთან? რა გღალატობს, ქალო? ჩემი ხელი მოსწონს უბრალოდ. რა და მიგამწრევ მაგ ხელებს ზირში. მოიცადე ხა მაგის დრო არ არის. ვასო. აიმე, ვასო. აიმე რა. გერჩი არ მოიხმანეს, მოიტანეს. მოიტანეს. მიაღუდეს, ასე მიაღუდეს. აბა მიაღუდეს. ასე მიაღუდეს. აი. აიმე, გამიოხრა რა, გამიოხრა ყველაფერი. სადარბაზო, სადარბაზო. მოჩიდა ჩამოყალიბებული, ანუ ჯიბეში უდევს ვესაუბრე. არყის ბოჭი. ბავშვები სასრიალოზე ჩამოსრიან და თავით და ჩაეძინა და ამოყვანა. აი, მადლობა ბიჭებო, მადლობა რა. გაიხარეთ. სადამ ყოჩახში საბარო კაცო რა. უხვენის ამწიოკებელი კაცი. რასული და თავმოყარეობა არა გაქვს. თავმოყარეობაც არა. ან ბავშვების იმაზე რა გიზოდა სასრიალოზე რა გიზოდა ტელევიზორ გაუწიე ბენზინება ქალო. აი რა გინდა რა კაცო რა იქ სასრიალოზე მაინც არ მინდა რა. რაშია საქმე, რატო ყვირი? აქ საზოგადოებას ვძინავს აქ რა ამოვიდა. რა გაგრიალებს რა? რა ოჯახებს იზნებით თქვენ რა? აი, აქეთ რო პრეტენზიები აქვს, კიდე ამას უსმინეთ რა. საზიზღარი. გამარჯობა ყველას, მოგესალმებით. გამარჯობა ვასო, გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად ვასო რა. სახში როგორ ხართ? დავი ჩვეულებრივად ისე. ხო ყველაფერი კარგად არის. კი, კარგად არის ყველაფერი. როგორი ამინდია? კაი ამინდია? ძალიან კარგი ამინდია ვასო. ხო და კარგი ადამიანურად მივუდექი. უნდა ახლა მიდგომა ზუსტად პირი მიშრება. გაგიშრება აბა რა იქნება არ დაგილევია აზრში ხარ რა რას ბღავი რას წივი რას წიოყოთ აი არ ცხენი გეცაერთოდ გოგო კიდე ეს რა ჩვენთან აქვს პრეტენზიები თუ რა ხდება ვერ გავიხსენ ერთ უნდა გადავუღო ამას რა რომ ხოლო გათენდება ვაჩვენო რომ არ ჯერა ხოლმე რა თქვი თამარსო ახლა რა გინდა კაცო თამარი fashion week-ი რა უნდა თამარა კარგი ხარ ბიჭო მეზობელია უსზე ხო არ გამოვიდე თამარია რა გჭირს ბიჭო მე არ გაგიგია გოგო მეზობელო კარისო სინათლე ხარ თვალის მე სანდალია წამოდი დაისვენე დაწეკი დაეგდე დაისვენ დააჩუმე შენ წენა ეხლა მომისმინე ვაჟ ბატონო კაცად შენ არ ვარგი ხარ შენი ცოლია და დატანჯულია ახალგაზრდა გოგო შენი შვილები არიან და საერთოდ აღარ უნდათ შენი ნახვა სასმელს შენ ვეღარ იტან ბაბა სასმელს ვერ იტან მაგას ვერ გავადი რაცია სასმელს ვერ ვიტან ქალბატონო თავმჯდომარე როგორ მიყვარს მოწესრიგებული და ცოტა სტროგი ქალები გააჩუმე ენა თორე თუ გაფეთე გაგასტროგებ მაფეთე ხო კარგი ბიჭო რა გჭირს მაფეთე თვალი არ მიაქციოთ ყურადღება ხო იცით რა დღეში თვალი არა ვარ მე ვარ
ცუდად. წადი დაწეკი გაიშვინე. მოიწიე ნუ გეშინია. ისიც რომ უჩერდება რა. უთავრობარე ქალოშენ. შენ დღეში ხარ ქალომარ. თვალი კაცი არ უნდა გააბრაზო გაჩერ. თვალი კაცი. ამას უყურე რა. ამას უყურე რომ მივაყოლებ ხაზე. ისე გოგოებო როგორ გამეხარდათ თქვენ ერთად და ხო თქვენ არ იცით. რატო ვითო? მე ვარ კულტურული ადამიანი. არ ეგონოს ვიღაცას რომ რაღაცა აიმე რა საზიზღარი კაცია რა საზიზღარი. მიხედე შენ რა. აი ადრე მაგალითად ცალცალკე რო დამინახავთ ხო ცალცალკე შერბოდით ყველა სახლებში მიმოფანტულები ყავთ. ახლა ყველა ერთად ხარ. აბა დადგა სმირნას ყველა. ხაზი გაასწორეთ. ეხლა შენ ჯობია ცოტა გონს მოხვიდე. სხვათა შორის რატო ვარ ჩაკრებილები არ გაინტერესებს? აბა შენი გაგდების საკითხი გვაქვს დასმული. ჩვენ დავდა გადავწყვიტოთ, ეხლა გაგაგდოთ თუ არ გაგაგდოთ ამ კორპუსიდან. ერთადერთი მეზობელი ნიკოლოზია, რომელსაც ჯერ ხელი არ აქვს მოწერილი. თორე გაგაპინტრიშებდით აქედან. ნიკოლოზი ჩემი ძმა არის და მაგიტომ არ მოაწერა ხელი. თამარ ძმა კი არ არის, მთვრალია, მთვრალი. ორი კვირა ბიჭი არ გამოფხიზლებულა. ზაყავი აქვს აკიდებული შენს გამო. მაგას გეუბნებით ჩემი ძმა არის. გამოფხიზება და ისიც მოაწერს ხელს. არა ბიჭო ეხლა. წადი დაწეკი. მოინე. აღარ მაინტერესებს. ხელის აწევით დავაფიქსიროთ ეხლა აზრი. ვაგდებთ ამ გარიწარს. ვაგდებთ. ხო, აწიოთ ხელი. ანუ ყველა თანახმად გავიდოთ. ყველა თანახმად. კი, ალბათ ყველა თანახმად. შეშობეზაღლო, შენ ჩემი ცოლი ხარ, რა ხელს იწევი, ნორმალურად. აღარ ვარ შენი ცოლი, მე დავიწყე და აღარ მაინტერესებს. კაცო, აღარ შემიძლია ამას რომ გამოვყევი 90 კილო ვიყავი, შენ ჭამან ცოცხლად. შემომხედეთ რა. შემომხედეთ რა. ხალო, შენ ნორმალური ხარ. ქალად გაქციე, ბარიატრიის გარეშე ხარ ჭყვართალა და მე მეულები კიდე რა მე. სამსიგძენა შენ კიდე რა. მორჩა ბაჟბატონო. გაეთრიე ეხლავე ამ კორპუსიდან. გაეთრიე, გაგდებთ. როგორ მიყვარს სტროი ქალები. აიმე სასიზღარ. წადი მეთქი ეხლა ბაშო აქედან. შეგიძლია თუ გამტყიპავთ. გადავწყვიტეთ უკვე რა უნდა დატოვო ეს კორპუსი. ყველამ ერთად გამტყიპეთ. ბაშო, გაგდებთ ადამიანო, მორჩა. რა ხარ არიშით? ნუ ხო. ჩემი წასვლის და თქვენი დარჩენის შევსვათ. კიდე ხო გაუმთხლა კაცო. რა ხარ არიში შემოკარგებო? ვაიმე. ვაიმე რა გავქნა. ვაიმე რა სასწაული. არ გეგონოთ რომ მეორე ბოთლი არ მქონდა? მომზადებულია. აი შესაზიზღარო ლოთხო. აბა, გამართვის შედგიმაციაში შესწივი იყოს. აბა, ამით რა მინდა ხალებო? ფექსი ადგომით. არ ჩამოვარდე, არ მოკვდე. ჩამოდი. კარგი ხალხო, მევიდა. კაი, ათქმევინე, ხო. მევიდა. თქვენი სადეზე რომ დავრილოთ, ჩემ წასვლას. და თქვენ დარჩენას გაუმარჯოთ ხალები. ამინ. კარგად იყავით. გაუმარჯო. კარგად იყავით, როზე გაეთრია ამ კორპუსიდან. ბოლომდე, მიდი. და დავინახო როგორ გასწორდეთ. თანა როგორ ოხ თინა რა არის ეს რა უბედურებაა წყალი სულ და აფეჭრა მას არა რა უბედურება ვაიმე მოჩა რა ქალი შევიდეთ სახში ადექში რაღა აზრია ზეთი ხვალე მახსოვრება ეს ყველაფერი წამოდით ქალები ვაიმე როგორ შევიდეთ ბიჭებით შენი საკითხიც დაისმევა შენ უმაწყნარებ წადი წამოდი წმიაზე მე ვიზრუნე ამას რა ვუყო რა გავუკეთო ვაიმე ისევ მერა შემიძლია ხარ იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.
სიაკომ მომღერლობა დღეს გადაწყვიტა. ალბათ დამაგვიანდება და თქვენ დაიწყეთ და მოვალ რა. გამოსვლის წინ დაგირეკავთ, ეხა ახალი მოსწავლე უნდა მომივიდეს, უნდა შევამოწმო. რა ვიცი, ღირს მუშაობა არ ღირს ამირეკეს რა ვიღაცის ვიღაცა ამოკლეთ და კაი, დაგირეკავთ რა გამოსვლის წინ. კაი, აბედროებით. მობრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. ეს მუსიკალური სტუდია, ხო? აუცილებლად. მოდი ჩემო ლამაზო, მოდი. ეს არის ჩემი უნიჭიერესი შვილი. ჩემი ბიონსე, ჩემი ჯეილო, ჩემი შაკირა, ნუ ბავშვი არის უნიჭიერესი, მოკლედ რომ კი. ასეთი გოგო თუა ჩემთან რაღაცა მოდიოდით. არა იცით რა არის, ბავშვი არის აბსოლუტური სმენით. ხო. იდეალური, მუსიკალური განათლებით, მაგრამ მაინც გვინდა ხელის შევლა. გასაგებია ყველაფერი. კარგი, შეიძლება არც დაგჭირდეს, ნუ არ ვიცი. შევამოწმოთ, ხო? კარგი, იქეთ მე დამძანდით. გადავალ. შენ აქ დადექი საყვარელო. ოკეი. აბა მითხარით ახლა პრობლემა არაფერი არ არის, ანუ დავიწყოთ. ანუ პრობლემა ძალიან გამეცინა. უნდა იყოს. სხვათა შორის ჩემი შვილი მოდელი იყო. აუ კი, თან ძალიან მაგარი მოდელი ვიყავი. და აი ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა მოდის სფეროში. ანუ მე ალბათ რო გასუქთით, ამიტომ დაანებეთ თავი, ხო, კარიერას. არა, ძვიფასო. და მომბეზრდა და დავანებე თავი. და რა შეეხება წონაში ნამდვილად არაფერი არ მაქვს მომატილი. გასაგებია. ანუ არ უნდა და წამოვიდა უბრალოდ. მივხვდი, ხო. ნუ ბეზრდა და დაანება თავი, გასაგებია. კაი, დავიწყოთ მაშინ საქმეზე გადავიდეთ. ოკეი, მე ბაბშე აი მართლა ყველანაირი მონაცემი მაქვს იმისთვის, რომ ძალიან მაგარი მომღერალი გავიჩითო. ხო? იასთან. აი ჩამომითვალე, აბა რა მონაცემები გაქვს. დავი შემომხედე? ანუ ვიზუალი, პლასტიკა, ხმა და პასტა. რა პასტა? ხო, ნუ ოკეი, კალამი ბაზარი არ არის. კალამი? ხო, მაგრამ რა კალამი? რა შუაშია კალამი? ანუ მე ხვდები ახლა ანუ წარმოიდგინე კონცერტის მერე ან ჩემ ფანებს, ანუ ფანები ხომ ეყოლებიან. ხო და ავტოგრაფი ხა უნდა დაუნიგო. ხო და კალამიც ყოველთვის მაქვს ხოლმე თან ვატარებ. კარგი, გასაგებია, მოდი. სანამ ავტოგრაფებს დაარიგებ, მოდი შეგამოწმებ, კაი? ოკეი, მე ძალიან. ეხლა მე შენ ტაშს დაგიკრავ რითმში. ოკეი. სმენა შევამოწმოთ, რიტმის შეგრძნება. და ზუსტად ისე უნდა გაიმეორო, კაი? კაი, ოკეი. მზად ხარ? კი. ოკეი. ეგარი. კაი, მოდი გავამარტივოთ. ოკეი. კაი? კი. ყოჩა ხდე. ეს იყო. რიტმის გრძნობა გასაგებია. არა, ოდნა ვიყო ბოლოში რაღაც, ხო თითქოს ოდნავ იყო, ოდნავ. კი, მაგრამ ხო, კაი, არა უშავს. კაი, მოდი, ახლა რა გავაკეთოთ? იცი, ნოტი გამოვიცნოთ, ანუ ახლა მუსიკალური სმენა შევამოწმოთ, მე ავიღებ, შენ შეტრიალდი და უნდა მითხრა რა ნოტია, კაი? მზად ხარ? არა, პრობლემა. აჰა, ეგრევე ვიცი. ზუსტად. მართლა იცის. ხო არა? ან მართლა იცის. კაი, ერთხელაც ვცადოთ. ნახე, ამას და ამას შორის არის. ოკეი. ზუსტი იყო, აი მართლა მე ხომ ესმის ახლა რაღაცები. აი შეიძლება ხელი ხო არ რაღაც. არა, იცი, რაღაცა პრობლემა გვაქვს ახლა ჩვენ აშკარად. მუსიკალური სმენა კი არა, მე მგონი თვითონ სმენის პრობლემა აქვს ბავშვს. ბიზი ამბობთ. და ექიმთან რომ მიგეყვანაც თქო ვიფიქრე რა, ერთი ფიქრი. მე? ხო. ანუ ჩემს აპატიეთ რა. ანუ მე მგონი თქვენ გაქვთ ხო რაღაც პრობლემა თორე ხა როგორც ჩემთვის ნოტი ორივე ნოტი აიღო სწორად ბავშვმა. და ეცოთი მომისმინე. რა არის? ძალიან გთხოვ გულწრფელად მითხარი ახლა. ანუ მართლა მაქვს სმენა? ან ხმარ მივალგა? საერთოდ მესამე და თავარი. ვიზუალი არ მივალგა, ეხლა არ გამაგიჟო. ეხლა ნერვი არ ამიშალო, შესულელო, შეჩერჩეტო ბავშვო. შე იდიოტი, ანუ ჯერ შენ ვიზუალ შეხედე რა საკრიტიკებს შენ თავს. ანუ ვერ ხვდები რა ულამაზესი ხარ და სმენა რომ
ძალიან მაგარი გაქვს დედიკო და იქ თავდაბლობა რომ დაგღუპავს, თავი აწიე შუ და გააგრძელე. არა და რა კარგად დაიწყო ბავშვმა ლაპარაკი. გააგრძელე დედიკო. კაი, ერთი წუთით კითხვა მაქვს. ეხან თქვით რომ შემოხვედით რომ მუსიკალური განათლებასაც აქვსო ბავშვო, ხო? ხო და ნოტებს თუ კითხულობთ. ვამე, ჩემო კარგო, ნოტებს კი არა, ბავშვი დოსტოევსკის კითხულობს, ხვდები? ანუ რა ნოტებზე მელაპარაკები, მიხვდი? ანუ ჩემი როა, მაგიტო კი არა. დედა ის აიმღერე რა. I'm back my flowers. Flowers, დედა დაგჭირს. Flowers, იმერე. აქ დადექიაბა. აი დაგიკა. ამაში არის სასწაული. აი ნახოთ. იმიტომ არა რომ აი დედა გაჩვენე წოთი და მომისმინე ხა. How can flowers say flowers? აი მეორე სტენდირება მაქვს გაკეთებული და მალე რო არ დაგემთავრებია რა ვიცი მესამეს დამჭირდებოდა ალბათ. კაი. ასაგებია. ცოტა ვატყობ და ყაცპაჩი. ნუ მიჩვეული ვარ და ხედავ და გძნობ ჩემი შენქშურს და ბაზარიდან არის ნუ მესმის ვიზუალიდან გამომდინარე მაგარი. მაგრამ ანუ რატო მაკარიტიკებ? ანუ ჯერ ძალიან პატარა ვიყავი, სიმღერის კონკურსი რომ მოვიგე და გთხოვ რა. აი ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ ამ გოგომ სიმღერის კონკურსი მოიგო ოდესმე და იმას უფრო ვერ დავიჯერებ რომ ოდესმე პატარა იყავი შვილო. აუ ეს მე მგონი ძალიან ბულინგი ხო არის შემთხვევით. არანაირი ბულინგი რაღაცა ცოტა პირდაპირი ვარ. ნამდვილად გაპატიებულკოვე. იმიტომ რომ მე ვარ ძალიან განსხვავებული და მაგიტო შუთ ჩემი რაღაც პოჩი. ანუ განსხვავებული. ხდები? ანუ მივხვდი უკვე როგორი გოგოა შინაგანად. და რითი ხარ განსხვავებული? ანუ რა გაქვს განსხვავებული? ანუ ვარ ხვდები რომ ძალიან გამორჩეული ვარ. აი რითი? ხო და ხო მეუბნები და სმენა არა გაქვს, არც სმენა არა გაქვს, არც ხმა არ გაქვს, მაპატიეთ რა, რა გეუბნებით და. ძალიან არის ადამიანო, მაგრამ ჩემს ნახვარ, ჩემს ვიდეოებს TikTok-ზე აქვს 2 მილიონი ნახვები. ხო. მხედიანო, ხვდები, ხალხი მაფასებს. აი პლატფორმა ღუპავს საქართველოს რა. ყველას რო გონია რომ კარგად მღერის, თუ ბევრი ნახვა აქვს. ოკეი. ამი რა არის, საერთოდ ვის რა გონია, მე არ მაინტერესებს რა. მოდი აქედან დავიწყოთ, მე ვუყურებ ჩემს შვილს და ვხედავ რომ ბავშვს აქვს ძალიან დიდი ტალანტი. ბავშვი აღმოჩენილია, ხვდებით? აქ იმიტომ არ მოვიყვანეთ, რომ თქვენ რაღაც დაასწავლოთ. უბრალოდ ხელის შევლება უნდა. მე გითხარით კიდევ, შეიძლება არც დავჭირდეთ თქო. ხო. ხო და რა ვიცი ახლა, ნუ მიხედეთ რა. ნუ დავიდა, მე ზუსტად ვიცი რომ გავხდები ქართველი საბრინა კარპენტერი. ხო, და პირველი ქართველი ვიქნები, ვინც ბოლოს პაიჭაძის სტადიონს გაავსებთ. იმდენი ხალხი მოვა ჩემთან. არა, მე დარწმუნებული ვარ რომ ვერაზროს ვერ გაავსებ. სტადიონს, მაგრამ აი გამორჩეული და პირველი ქართველი ქალი თუ გინდა იყო, ჩემი რჩევა დურგალთან მიიყვანეთ, რა ხელობა ასწავლოს. რა დურგალი? და პირველი ქალი დურგალი იქნება და იქნება გამორჩეული. ანუ არ გიწყინოს, მაგრამ მაგ სახის და მაგ ტანის პატრონი მე არ უნდა მეუნებოდეს, შენ უნდა იყო ეხლა საუკეთესო დურგალი. და ძალიან ხო წადი შეჭდა, კაი? მე მინდა ვიყო პოპულარსკვლავი. ვერ იქნები სამწუხაროდ. არც სმენა გაქვს. არც ხმა. ძალიან შურიანი. ხო, აი რაღაცნაირად. იცი როგორია? აი რაღაცნაირად პირველი თემური წყობილების ადამიანის ყანყრატო გაქვს და იმიტომ ამოგდის თითქოს ესეთი ხმა. მაპატიეთ რა, ესე პირდაპირობისთვის. აი თან თავხედობთ, ხო ხვდებით, გისმენთ, გითმინეთ გიტარი, ვეღარ გაგიტარეთ რა. ახლა ფულს გიხდით, მოდი მოამზადეთ რა თუ არა და არ გჭირდებით. ანუ რა ხდება, იცი დაბალი დონე, მაღალი დონე და ანუ ვეღარ ვეწყობთ ერთმანეთს რა. რილექს დედა. აი, რა სტილი წარმოგიდგენია რომ იმღერო? რავი, პოპი. არა. როკი. არა, როკი შენი არ არის. შეანაცვლე. მაშინ რავი, ფანოხი. არა, გააფუჭებ. არა, ფანო. მოდი რა ვქნათ, იცი? დღეს არაფერი არ იმღერო და ხვალიდან დავიწყოთ. კაი? ოკეი, არ ვიპოვება. ხვალიდან ვიწყებთ ანუ და? აუ, ისე ერთი კითხვა გამიჩნდა ეხა, ჯარი თუ გაქვს გავლილი? ანუ ეხა რა ქენი დამამცირე შენი აზრით?
არანაირად კითხვა დაგისვრი უბრალოდ. ხობა ჯარი რატო უნდა მქონდეს ახლა გამოვლილი საქართველოში საერთოდ არ არის ანუ აუცილებელი და სავალდებელო რა ქართველმა ქალმა დააგამოიეროს ჯარი. ეგ ვიცი, მაგრამ უბრალოდ რაღაცნაირად ისეთი აღნაგობა გაქვს, რომ გონია რომ ერთი 15 ჯერ გაქვს ნატოს წვრთნებში მონაწილეობა მიღებული და რაღაცა ჯილდოებიც გექნება თქო. ახლა ეგ რა ლაპარაკია, ვერ გავიგე. ანუ რა გინდათ საერთოდ ვერ გავიგეთ რა. ანუ ასწავლი თუ არ ასწავლი, ნახე ასწავლი თუ არ, ხო და ესე რა. გავიგეთ. ვასწავლი, აბა მითხარი დროები, რა დროები გაწყობთ? ხა ნუ ეგ ცალია დედიკო გადახედე რა. გრაფიკს გადავხედე. ინტერ ძალიან დაკავებულია ბავშვი, აცალია ხო. თქვენსავით არ არის. მოკლედ მაწყობს შაბათი, საღამოს 9 საათი. კვირა მაწყობს კიდე შუადღის 2 საათი. მოკლედ სხვა დროები სამწუხაროდ დაკავებული მაქვს, ახლა გაუყურებდა და კიდე მინდა რეპეტიციაზე რძე, ქოქოსი და ნუში. რა რძე, ქოქოსი და ნუში? ანუ და დამახვედრო რეპეტიციაზე რძე, ქოქოსი და ნუში. როგორც მადონა ითხოვს რაღაცებს და ვარსკვლავები, ესე? ხო. აი, ჩვენ ძირითადად კვერცხებს ვახვედრებთ ხოლმე აქ. კვერცხ, ეგ ვიცი ხო, იოგის სპონჯი ხო და რაღაცა ხმის. არა, ბუსკვერცხებს. ბუსკვერცხები. და მე ბუსკვერცხებს გადავყვაპავ. პატარა მაინც. კაი, ხვალიდან დავიწყოთ მოკლედ. ცალია ხვალ. კი, აი ხა მაგას ვხვდე. ხბალ შემიძლია დილის საათები. დილის საათები 3-დან 4-მდე. არა, 3-დან 4-მდე შუადღეც აღარ არის უკვე. დილით. აუ, თათია, ძალიან ხო არ დავიღალე. ამათ მარიცია რომ ბომონდური ბიოლოგიის საათი გაბიანი ღვიძებს და ზოგადად ვარსკვლავების დილა რომ შუადღის 6-4 საათზე იწყება. ანუ ეხტებიან, ძალიან დავიღალე, იცი? შენ წყალში ამომიხოვედი. ეხლა მომისმინდე შემართლა გასიებულო ხორცის გროვა. ძალიან დავიღალე, იცი შვილო? მოდი აქ. სპორტზე გატარე გამოგაგდეს. სიმღერაზე შეგიყვანე გამოგაგდეს. ფული გადავიხადე სკოლაში იქიდანაც გამოგაგდეს. რა ვქნა? მოდელი, ანუ იქაც არის ვარ, ხვდები? ან და 9 საათის მერე რომ პირი ამოიკერო, აი ეს კუჭი რო გაქვს გაფლაშული, შეიძლება რომ ვაკონტროლოთ ეს დამპალი პირი შვილო? ანუ ხვდებით ხალხი. აი მე რა დღეში ხარ? გიჟებული მან. ამისრება მართლა აღარ შემიძლია. მესმის თქვენ. აი ვინც ან მოვიდგენ, ნუ სხვა ქალები და გოგები ოკეი, მაგრამ დედასაც თუ შურდა, ჩემი ნახდა დამეგონა მართლა რა. ანუ შურს. რატო ადამიანი, ხა ჩემი ელასტიკები არ გეტევა შენ, არ გიხდება? შულო, შენ ნაკეცებს შეხედე, როგორ უნდა შემშურდეს, დედა. ვაიმე, ნახან არ გიხდება, ბიკეშტაკები მაგიტოა, მომეგრე ერთადია. აუ, რა ვქნა ეგეთი ვიზუალი განო, ხარ ხარ მესმის მე დამეშავე. არა, რამდენი გამოგდებული, არარაობა, მიხვდი? ასე გიხვეწები. ადამიანად არავინ არ აღიქოს საერთოდ. აი, პასტა დედა ჩემის გამო ვიბლოკები. ამის ვიზუალის გამო ბლოკავენ მე და დავაშავე. ო, ძალიან მეწოდები შენც. აი ამ ჩუსტებს დახედე წინდებთან ერთად. აი შოკი მაქვს ისე გადი აბა აქეთ დამენახე. გამოდი რა. აი თქვი რა. აი ელასტიკი ფჭყვია. ანუ ნახა ბიჭები მე მიხულები და შენ აღარავინ აღარ გიხულებს, იმიტომ რომ 100 წლის ბებერი ზუკდა ხარ. აიმე რა. აი, ხაშილო ძალიან ხაჭი ხარ. მე დახავთ ადამიანს. მამას შვილი არა და მე დაგირეკავ მოგიყვები ყველა.